ბათუმელებიდან რა აქცია გაქვთ? მოგესალმებით, როგორც ვიცით, აქ მძღოლები მართავენ აქციას და ეხლა ჩვენ შევეცდებით, რომ დავაზუსტოთ რა მოთხოვნები აქვთ მათ. ვინ გვეტყვის რა აქცია გაქვთ? ისაუბრებს ბათუმელების ეთერში რასთან დაკავშირებით არის პრობლემა, რა აქცია გაქვთ? ლაივში ვარ. ნებართვები. რისთვის არის საჭირო ეს ნებართვები? რუსეთის იყიდება ცალკე და ქართველებს არ ეძებდა. ბანკს ესმის. ანუ ყველა გაჭირვებულია და მიდია მოდია ყაზახისტანში იყვნენ, დააჯარიმეს, ერთი თვე იქიდან არ გამოუშვეს, პატრონი არავინ არ. ახლა ასითხოვენ. გასულა ასითხოვენ რომ უბრალოდ ფურცელო წავიდეს. თურქეთში დაიწვიოს და გავიდეს ყაზახისტანში. და რა არის პასუხი, რატომ არ გაძლევს? არაფერი პასუხი არ არის. საბავშვო ეს რატომ ახალი რომ ააშენეს? რატომ? არაფერში, მაინც დაიყოს, მაისამუდები დაიყოს. აი შემოსასვლელი თურქეთის ტამოჟნიაზე სარფში და გასასვლელში. რომ მივალ იქინე, ის საფუძველი ავიღო და გავაგზავნო და ფულს ვიხდი, ხო? დაწესე ფული, დატევს საბავშვოს. მივალ ვიყიდით, გავაგზავნებ გზას. ანუ ამ დრომდე თუ გქონდათ ეს ნებართვები, ეხლა რატომ აღარ გაქვთ? იყიდება. შემოვიდა 5000, 3000 ლევად გევიდა. ეგ არის სხვა არაფერი. და ყოდის ქართულ ხალხს. და ნებართვების გარეშე გიწევთ გაჩერება, როგორც ვიცი, ხო? ნებართვების გარეშე არავინ არ გაგიშვებს. ეს თურქეთში გადახდა და რუსეთში ხარ. ამ დრომდე ჩვეულებრივად იღებდით ამ ნებართვებს და იყო, მაგრამ შემდეგ იცვალა. აჰა, დიდი მადლობა. თქვენი მოთხოვნა რა არის, რომ გითხრათ ბათუმელების ლაივში? ნებართვები. თურქეთის, ყაზახეთის და რუსეთის. ანუ ამ დრომდე როგორ იყო ეს მოგვარებული, რომ აგვიხსნათ თუ ამ დრომდე იყო ცოტა, ეხლა რაც ეს მანქანები გამრავლდა, თურქული მანქანები ქართული ნომრებით ყიდულობენ 50 ლეყიდიან $400, $100 გაღალდეს. ხო, მაგრამ თქვენს ხომ შეგიძლიათ იყიდოთ, ანუ არ გვაძლევენ, არ არის რომ მეუბნებიან. ანუ შეგიძლიათ იგივე ფასი გადაიხადოთ, მაგრამ გეუბნებიან რომ თქვენთვის ანუ სხვა არგუმენტი არ არის? არ არის, არ გვაქვს. როგორც ხედავთ, საბაჟოსთან არიან მძღოლები შეკრებილები, ისინი აცხადებენ, რომ მათ არა აქვთ ნებართვები იმისთვის, რომ გადაიყვნენ და როგორც ამ დრომდე, ესე იგი, ეხლა აქ მოვიდა თამაზ ბაკურიძე, რომელიც სავარაუდოდ დეტალურად ისაუბრებს რა მოთხოვნები აქვთ მძღოლებს და ეხლა ჩვენ თავთავთ მას ლაივში, რომ გავიგოთ დეტალურად რა მოთხოვნები აქვთ მძღოლებს. როგორც ახეთ დაგეკით ყველა რა უკან. ტელევიზიები დადგება. გადავდით მეგობრებო, რადგან მაგ კიდეში რომ გახართ, მაგ ვერ დაგინახავს. და მოიწიეთ წინ, და დეკილა შორტი. გეშინია თუ რა. მოდანდით. მოდით, ბიჭო, მოდით. მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმებით ტელევიზიის ჟურნალისტებს, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. ეხლა ძალიან ბევრი კითხვა დაისვა, რატომ მოვიდა ეს ხალხი აქ, რა უნდათ, რას აპროტესტებენ, ვიღაცას გონია რომ ეს არის ერთდღიანი პროტესტი და ამიტომ ჩვენ გავაკეთებთ ინფორმირებას იმასთან დაკავშირებით თუ რატომ მოვიდა ეს ხალხი, რატო გადაიკეტა შესასვლელი და გამოსასვლელი. იყო აზრი რომ უნდა გადაგეტილიყო ცენტრალური მაგისტრალი, მაგრამ გარკვეულმა ნაწილმა ჩათვალა რომ ამ ეტაპზე საკმარისია გადაიკეტოს გაფორმების ეკონომიკური ზონა. რატო? იმიტომ რომ თვეებია ეს ადამიანები არაერთხელ მიმართავენ ცენტრალურ ხელისუფლებას და შესაბამის სამსახურებს. მოგვეცეს ნებართვა საერთაშორისო გადაზიდვების. რუსეთთან, თურქეთთან, ყაზახეთთან, რა ვიცი, აზიის ქვეყნებთან და სხვა. ყველა ქვეყანა, ჩვენ მეზობელ ქვეყანას ამის პრობლემა არ გააჩნია. მხოლოდ და მხოლოდ საქართველოშია ეს პრობლემა. ესე იგი, რაშია საქმე? ვიღაცა საქართველოში შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ვერ მუშაობენ ისე, რომ ეს პრობლემა დღის წესრიგში არ დადგეს. 3 წლის წინ მე ვიდექი აქ, საპატრულო პოლიციის და სამმართველოს
მაშინ კოტე ანანიაშვილი იყო ხელმძღვანელი, მოვიდა და უთხრა ხალხს, რატომ გამოხედით, რა გიჭირს. იყო გარკვეულ ნაწილში იმის აზრი, რომ თქვენ რა უნდა დაგვეხმაროთო. თქვენთან ერთად ვიგდებით რის ბოლომდე, მანამდე სანამ პრობლემა არ მოგვარდებაო. არაფერში არ შეგიშლით ხელს, ვიქნებით თქვენთან ერთად. შეასრულა სიტყვა. დღის ბოლოს ჩამოვიდა, ხო ასე იყო ხალხო? დღის ბოლოს ჩამოვიდა იმ უცხების ხელმძღვანელი, რომელსაც ევალება ამ საკითხის მოგვარება. და მეტნაკლებად ერთი დღის განმავლობაში ეს პრობლემა მოგვარდა. რატომ მოგვარდა და როგორ ისმის კითხვა? იმიტომ რომ ვიღაცა პასუხისმგებლობა უფრო მეტი გამოიჩინა, ვიდრე დღეს ვიღაცა არ იჩენს და ატვალებს ამ ხალხს. არავინ ფიქრობს იმაზე, რომ თითოეულ ამ ოჯახის უკან, ამ ადამიანების უკან ოჯახებია, საბანკო დავალიანებებია და სხვა ფინანსური პრობლემები. თუ ამათმა ვერ გადაადგილდნენ, თუ ვერ წავიდნენ, ზოგს მანქანა ყავს ნაკირავები და ისე მუშაობს, ხო? თუ ამათმა ვერ იმოქმედეს, ხომ უფრო დააწვა ეკონომიკური მდგომარეობა და გაუარესდა. მაშინ ვიფიქროთ ამაზე, ვინ აუნაზღაურებს იმ ეკონომიკურ და ფინანსურ დანაკარგს, რომელსაც ეხლა ეს ადამიანები განიცდიან ყოველდღიურად, ყოველ საათს და ყოველ წამს. არავის არ ეხარისება ეხლა აქ დგომა. მე არ ვიცოდი, რომ ეს მძღოლები აპირებდნენ, სულ რაღაც 1 საათის წინ გავიგე და ძალიან მტყოვენ, რომ მოგზადიო. მე დაუკავშირდი შესაბამის სამსახურებს და ითხოვენ 2 დღე. მაგრამ თურმე ამ ხალხს წინაპირაში ქონიათ შეხვედრა და სამშაბათს უნდა ყოფილიყო პასუხი. და ეს პასუხი არ არის. და ამიტომაც პროტესტის ამ ფორმას მიმართენ. მე მესმის საპატრულო პოლიციის, რომ პროტესტის ეს ფორმა და მძღოლების გაჩერება კანონს არ ექვემდებარება, მაგრამ მაშინ მოვიდეს ის პასუხისმგებელი პირი და განუმარტოს ამ ხალხს, რამდენად ექვემდებარება კანონს ის, რომ ეს ხალხი წვალობენ და ქუჩაში დგანან. და დღემდე ვერ მოგვარდა ეს პრობლემა. მოვიდეს მაშინ იმ პირმა, განუმარტოს არ კი ან არა და მე მოსახლეობა მძღოლები გადაწყვიტოს, რა ფორმის პროტესტი გააგრძელოთ ორე. ვისრაში ჭირდება ეხლა ამის ჩაკეტვა და დისკომფორტის შექმნა, მაგრამ მძღოლები ამბობენ, სხვანაირად ჩვენ ყურადღება ვერ მივიქციეთ. დავდივართ ხვალ, ზეგ, 3 დღეში, 1 კვირაში, 10 დღეში, 4 დღეში და ამიტომ მივმართეთ პროტესტის ამ ფორმას. გეუბნებით, უფრო რადიკალური პროტესტი იყო დღეს დაგეგმილი საქმეში გადაკეთვა ამ ცენტრალური მაგისტრალის. მაგრამ გონიურმა აზრმა გაიმარჯვა და მოვიდა ჩაკეტეს ეს, რომ ეგება ვიღაცამ მოვიდეს. მოვიდა საპატრულო პოლიცია, ხო? ჩვენ საპატრულო პოლიციამ თუ მოვიდა და გაიგო, რომ აქ ხალხი დგას, ხელისუფლება ვერ გაიგო. არ ეს მითო ისეა ჩაკეტილი, რომ პრობლემა, ამიტომ მოვიდეს ხელისუფლების წარმომადგენელი, ვიცით, რომ ეს პრობლემა ადგილზე ვერ ხდება და არც გადაწყდება. კაი ხანია აჭარაში არაფერი არ ხდება. სადილზე რო გევიდეს მთავრობა თბილისს ათანხმებენ, ვიცით, ვესმის ეს. ამიტომ მოვიდეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც დაუკავშირდება. ასე გააკეთა კოტე ანანიაშვილმა. არავინ არ მოსულა იმ დღეს, კი მერე მოვიდა ფინანსთა მინისტრი. დაუღეკა თბილისში, სთხოვა ცენტრალურ ხელისუფლებას, ჩამოვიდა კაცი შეერთად, შევედით ეგრე შენობაში, აი შენობაში მახსოვს და საღამოს 12 საათზე პრობლემა მოგვარდა. აი რა პრობლემაა ეხლა, ესე ვიღაცას ვერ უკავშირდება, ან არ უკავშირდება. ამიტომ კეთილი ინებოს მოვიდეს ვიღაცა პასუხისმგებელი პირი და ამ ხალხს უთხრას კონკრეტულად, ეკნება თუ არა ეს ნებართვები, რომ მათ დავის საქმეს მიხედონ. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამათ უკან ოჯახებია, ბავშვებია, პრობლემებია ფინანსური და ეკონომიკური, პანდემიამ ისედაც დააზარალა, ხო ეს ხალხი უმოძრაოდ იყვნენ, ამოძრავდნენ და ეხლა ნებართვას არ იძლევიან. რომელ ქვეყანაში ცხოვრობთ და სად ცხოვრობთ და ვინმე თუ არის პასუხისმგებელი, რომ ამ ხალხზე იფიქროს. ამიტომ ჩვენ აქ ვრჩებით ადგილზე, მე ვერ მოვუწოდებ ხალხს, რომ გახსენით ან გადაკეტეთ. მე ვემორჩილები ხალხის ნებას, იმიტომ რომ ხალხის ნება უზედაესია ჩემთვის. მე მესმის საპატრულო პოლიციის, ამიტომ საპატრულო პოლიციას თუ სურს, რომ ეს პრობლემა პიკეტირება მოიხსნას, დაუკავშირდნენ მთავრობას და მოვიდეს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, ოღონდ პასუხით. არა იმით, რომ ხვალ ზეგ, მასეგ და ის არაფერი ამასობაში 5 მთავრობა გადადგა მსოფლიოში. მოვიდეთ და მოგცეთ კონკრეტული პასუხი. აი ეს მიდოდა და ალბათ და ყველაფერი გაგრძელდეს დიალოგის რეჟიმში. არავით არის კონფლიქტი, არავით არის დაძაბულობა და ყველაფერი დიალოგის რეჟიმით გადავწყვიტოთ. მადლობა ყურადღებისთვის ხალხო. როგორც
თამაზ ბაკურიძემ განმარტა, აქ შეკრებილები არიან მძღოლები, რომლებიც მუშაობდნენ საერთაშორისო გადაზიდვებზე, თუმცა ახლა მათ არ აქვთ ნებართვები და ისინი ვერ იღებენ ნებართვებს, რომ გააგრძელონ მუშაობა. უკაცრავად ბათუმელების ლაივში რომ გითხრათ თქვენი მოთხოვნების შესახებ. ხალბატონო, აგერ რიგია, 3 დღე გინდა რომ თურქეთს გახვიდე. იქიდან 3 დღე გინდა რიგ შემოხვიდე. შემოყვა ჩვენ საბაჟოზე 10 წუთიან საქმეში და 3 საათი რომ გაჩერდე და მოხვიდე და გამოხვიდე. ხალხი დღეებით, ღამეებით რიგს ატანებს იქა. მიდიხარ თბილისში 3 დღე გინდა ჩასვლა, 3 დღე გინდა შემოხვიდე. ჩვენი საქმეს მოუვარდები. ჩვენ ვართ გადამზიდავები, ხალბატონო, გადამზიდავები ჩვენ არ ვართ. გადამზიდავები ვართ. არანაირი პრობლემა არ არის. ვიღაცა წამოვა, გზასკეტავენ, პიკა 100 მანქანას აგროვებენ, უშუალოდ რა ხდება? უფრო არის მასკუნიან რა. გასაგებია. ესე იგი, მეგობრებო, თქვენთვის მაქვს ინფორმაცია. ყველა პრობლემა აბსოლუტურად. ეხლა მივიღეთ ახალი ინფორმაცია, აგერ თქვენმა წარმომადგენელმაც მიიღო ელაპარაკა პირადად ხელმძღვანელობას, საპატრულო პოლიციის სამმართველოს აჭარის ხელმძღვანელობას და დადენ პირობა, რომ ხვალე დილით თქვენ და თქვენი წარმომადგენელი შევხვდებით თბილისიდან ჩამოდიან თუ ვინა არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ხვალ არის თქვენ გადაწყვეტეთ. ხვალ არის შეხვედრა დაგეგმილი და ეს არა, თბილისიდან მოდიან თუ საიდან. ხო, თბილისიდან უნდა ჩამოვიდნენ და ხვალ არის შეხვედრა. ჩემი აზრით თქვენმა წარმომადგენლებმა უთხრა, თუ ხვალ ეს საკითხი არ გადაწყდება, უკვე კანონით უბლემომოსილი რჩებით, რომ გინდა სარფი გადაგედეთ, გინდა გონიო გადაგედეთ და რაც გინდათ ის ერთი თვე რასწყვიტავს. არა, რადგან არის მე ყველა სიტყვით. ხო, ტელეფონში დამელაპარაკა უთხარი. თუ ხვალ არ გადამიწყვიტავთ, ყველა ჩვენთაგანი სატვირთო მანქანა გავდროთ კეთავ გზას. ველოდებით ხვალეო იმ ხალხს დავიბერებო და პოლიცია მაიღოს პასუხისმგებლობა ხვალე თუ პასუხი არ გვექნება კაცი ხვალე რეალური პრობლემა ჩემერდა და დავკეთოთ მიესალმოთ მეგობრებო. ხვალე მარტო მიდის სატრანსპორტოს და 5 კაცი ჩემერდა წამედი ხვალე რა 5 კაცი არა, ერთი დღე ის გამოდა. როგორც ხედავთ, ეს არის მძღოლების აქცია, რომლებიც მუშაობენ საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით. ისინი აცხადებენ, რომ აღარ აძლევენ ნებართვებს, რომ გააგრძელონ ასე მუშაობა და აცხადებენ ასევე, რომ ეს პრობლემები მათ ხელოვნურად შეუქმნეს. აქ თავდაპირველად, როდესაც დაიწყო ლაივი, გაჟღერდა გარკვეულწილად ქსენოფობიური განცხადებებით, რასაც ბათუმელები ემიჯნება. როგორც გავიგეთ, მათ ეკნებათ შეხვედრა ოფიციალურ პირებთან, ეს ინფორმაცია მიაწოდეს უკვე და ხვალ თბილისიდან ჩამოვა მთავრობის წარმომადგენელი, როგორც ბრძოლებს უთხრეს და შეხვდება მათ და გაესაუბრება მათ მიერ წამოყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით და ასევე ისინი მიდიან თანხმობაზე, თუმცა აცხადებენ ასევე, რომ თუ ხვალ თბილისიდან არ ჩამოვა მთავრობის წარმომადგენელი და არ დაელაპარაკება მათ პრობლემებზე, არ დაეხმარება მათი პრობლემების გადაჭრაში, მაშინ ისინი გადაკეტავენ ცენტრალურ მაგისტრალს. ეს ბათუმელების ლაივი იყო, როგორც ნახეთ, მთავრობის წარმომადგენელსა და მძღოლებს შორის შეთანხმება შედგა და ისინი ხვალ ისევ შეხვდებიან და გადასცემენ მთავრობის წარმომადგენელს თავიანთ მოთხოვნებს. ეს ბათუმელების ლაივი იყო. დიდი მადლობა, რომ გვიყურეთ, როგორ გაგრძელდება ეს მოლაპარაკებები. ბათუმელები ამაზეც ამ საკითხსაც გააშუქებს. დიდი მადლობა.